გამარჯობათ, მოგესალმებით, დღეს სტუდია 8-დან პარასკევი დღეა. ტრადიციულად რის ნახევარზე მე კოჩა ჯოჯუა ვიქნები თქვენთან ერთად, ასე ვთქვათ, გადაცემაში. ვეცდები, რომ როგორც ყოველთვის უკვე ჩამოვეყალიბდა ჩვენს პირველი დაახლოებით ნახევარი საათი. მე ჩემს აზრს მოგახსენებთ, ჩემს შეფასებებს, სიტუაციას, იმის ახსნას თუ რა ხდება ქვეყანაში, რა პოზიციები იკვეთება ჩვენი ქვეყნის გარეთ, რა პოზიციები აქვს ხელისუფლებას, რა ხდება საერთოდ შიდა ოპოზიციურ ფლანგზე და რეალურად ამის მერე შეგვიძლია უკვე თქვათ თქვენი მოსაზრებები გამოხატოთ და მეც ვეცდები, რომ ეს მოსაზრება იქნება, შეკითხვა იქნება, მეც დიალოგის სახით ჩავერთოთ და ერთად გავაანალიზოთ ის შექმნილი მდგომარეობა, რომელშიც ვართ. სიახლეები რასაკვირველია, ბევრი ისეთი არაფერი არ არის, იმიტომ რომ გარკვეულწილად ჩვენ უკვე საქართველოს ხელისუფლებამ თავისი პოზიცია უკვე გამოხატა ამ კურსზე შევდექით და ამ მიმართულებით მივდივართ, სიჩქარესაც კიდევ უფრო მეტად ვუმატებთ, კიდევ უფრო მეტად ვამწვავებთ, ჩანს ეს ყველაფერი. ერთის მხრივ განცხადებები, რომელიც კეთდება თუნდაც საგარეო მიმართულებებით, სინამდვილეში მაინც შიდა მოხმარებისთვის არის განხილული, იმიტომ რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე ის ემოციური განწყობა, რომელიც ისინი კვლევების სახით ალბათ ატარებენ და ხედავენ და ამას აკეთებდა სხვათა შორის წინა ხელისუფლებაც, იმიტომ რომ იმის წინა ხელისუფლების დროს PR ტექნოლოგიებში ის მომენტი, რასაც სოციოლოგიური კვლევა ქვია, იმდენად არ იყო გამოყენებული და თქვენ გახსოვთ, რომ დიდი ხანია ობიექტივის ტელევიზიიდან მეც, ჩემი მეგობრებიც ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ სოციოლოგია გადაიქცა ინსტრუმენტად არა გაზომვის რაღაცის, თქვათ ადამიანების განწყობის, გაზომვის იმისი თუ პრობლემატიკა რა არის, გაზომვის იმისი ამ პრობლემატიკასთან ბრძოლის რა ხერხებია გამოსაღენებელი, არამედ პირიქით ეს გადაიქცა ინსტრუმენტად იმისთვის, რომ ხალხთა განწყობები პირიქით მართო, წაიყვანო რაღაც გარკვეული მიმართულებებით, მერე გაზომო, რამდენად კარგად მოქმედებს ეს ყველაფერი, ისე როგორც შენ გაქვს დაგეგმილი, თუ რაიმე აკლია კიდევ უფრო მეტად მიამატო და რეალურად შექმნა ის გარემო, რომელსაც ჩვენ ვეძახით ხოლმე პროპაგანდისტულ გარემოს, რომელშიც და პროპაგანდას უძველესი დროიდან იყენებდა ადამიანი, უძველესი დროიდან მოდის ეს, აი პირველი სახელმწიფოები როცა კი იქმნებოდა იქიდან მოყოლებული და რასაკვირველი ეს იხვეწება კიდევ უფრო მეტ, ასე ვთქვათ, განვითარებას განიცდის, კიდევ უფრო მეტად ვითარდება, უბრალოდ განვითარებას განიცდის ეს კალკა, კიდევ უფრო მეტად ვითარდება, კიდევ უფრო მეტად ხდება გამოყენება იმ ტექნოლოგიებისა, რომელი ტექნოლოგიებიც აითვისა ადამიანმა, ეს არის ტელევიზია, ეს არის სოციალური ქსელები და ადრე ბეჭდვითი სიტყვა იყო, იმიტომ რომ ადამიანი მაშინ მხოლოდ და მხოლოდ წერითი საშუალებებით ახერხებდა ამას, ან თეატრით ახერხებდა ამას. ეხლა გვაქვს ამ საშუალება თითოეულ ადამიანს, რასაკვირველია შეუძლია უკვე თავის საკუთარი ტელევიზიაც კი შექმნას, ხო? ჩვეულებრივ აიღებს ტელეფონს, შევა YouTube-ის გვერდზე, TikTok-ზე, Facebook-ზე, შეუძლია თავისი აზრები საზოგადოებას გააცნოს, სხვების აზრები მიიღოს, ხო? დღეს ამ ტექნოლოგიურ იმაში ვართ, რა ქვია, ერაში, ამ ტექნოლოგიურ სივრცეში და აქედან გამომდინარე, რასაკვირველია თითოეული გამოსვლა, თითოეული განცხადება, თითოეული თქვათ, არა თუ გამორჩეული პოლიტიკოსის, არამედ შეიძლება ადამიანის გამოსვლამაც კი ნებისმიერისა, თქვათ, რაღაც გარკვეულ წრეზე მოახდინოს ზეგავლენა. ასეთ ვითარებაში რასაკვირველია დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ფორმით ვახერხებთ ერთმანეთთან კომუნიკაციას და რანაირად ვცდილობთ ყველაზე მთავარს რაც არის, ხო? მე ხშირად ვამბობ ხოლმე და ვიხსენებ და წინა გადაცემებშიც ვლაპარაკობდი, რომ ადამიანები დიდით არაფრით არ შეცვლილა. რაც იყო, თქვათ, 2500 წლის წინ, ხო, ძველი წელთაღრიცხვით მე-6, მე-7 საუკუნეები უფრო ცოტა ადრეც უკვე იწყება, როცა უკვე წერილობითი, ასე ვთქვათ, დასტური არსებობს იმისი, თუ ადამიანები რას
რას ფიქრობდნენ მაშინ, რას ფიქრობდნენ სახელმწიფოზე, რას ფიქრობდნენ სახელმწიფოს განვითარებაზე, როგორ უნდა მოეხერხებინათ ის, რომ ის რასაც ჩვენ სახელმწიფოს ვუწოდებთ, როგორ ყოფილიყო ის იქ მაცხოვრებლებისთვის უფრო უკეთესი. და ეძებდნენ ამ გზებს, ეს მე ამას რო ვამბობ, ამას გაგებული სახელები წესით ალბათ ძალიან ბევრ თქვენგანს ექნება, ხო? ისეთ სახელები, როგორიც არის სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, ხო, ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოების ფორმირებაზე ფიქრობდნენ, საზოგადოებას როგორ მიეღო მეტი სიკეთე ამაზე ფიქრობდნენ. მე ეს ყველაფერი ერთი პერიოდი თითქოს გაქრა და იმის გამო რომ მოხდა დიდი, ასე ვთქვათ, შეჯახებები, ცივილიზაციური შეჯახებები, ეს ყველაფერი ერთი პერიოდი გაქრა. მაგრამ მე უკვე ადრე შუა საუკუნეებში, ვთქვათ, უკვე ქრისტიანობის დროს ასევე თანდათანობით, იმიტომ რომ ქრისტიანობამ თავიდან გააცოცხლა, ხო, წერილობითი ფორმები შემოვიდა და ყველაზე მთავარი რაც იყო, ხო, რითაც იწყება, ხო, ბიბლია, ეს არის სიტყვა და სიტყვა იყო იგი ღმერთი, ხო, ეს რას ნიშნავს? ადამიანი თავისი აზროვნებით, ანუ სიტყვით ყველაზე დიდი ინსტრუმენტი და იარაღი სინამდვილეში არის სიტყვა, რომელიც განასხვავებს ადამიანს და ადამიანთა სამყაროს მთელი დანარჩენი ცოცხალი, ასე ვთქვათ, სამყაროსაგან, ხო? იმიტომ რომ ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია თავისი აზრის სიტყვით გამოთქვას, ხო? მაგრამ დგება ისეთი მომენტები, როდესაც ადამიანი უკვე სიტყვით ვეღარ აგებინებენ ისინი ერთმანეთს და ამ დროს უკვე ერთმევა ისევ ცხოველური მომენტი და ეს ცხოველია, ცხოველის ის არის, ხო? ძალმომრეობა, დარტყმა, მოკლა, ძალის გამოყენება და როცა ადამიანი ვეღარ ახერხებს ერთმანეთთან ურთიერთობას, ვერ ალაგებს სიტყვიერად, მერე უკვე იწყება გამოყენება ძალის და ადამიანი იყო სწორედ განსხვავებული იმითაც დანარჩენი, ასე ვთქვათ, ცოცხალი არსებებისგან, რომ მან ინსტრუმენტები გამოიყენა ამისთვის. თუ ცხოველი იყენებს, ვთქვათ, კლანჩს, კბილს და ამ იარაღით ბრძოლობს, ადამიანმა დაიწყო ჯერ ქვის გამოყენება, ჯოხის გამოყენება, მერე თანდათანობით დახვეწა ეს ყველაფერი და დღეს უკვე ატომური იარაღიც კი მე-20 საუკუნეში ვნახეთ, რომ გამოყენებული იქნა და დღესაც ვდგევართ იმ საფრთხის წინაშე, რომ ადამიანები, რადგანაც ისინი სიტყვით ერთმანეთს ვერ აგებინებენ, შეიძლება თუ არა მათ ატომი ესროლონ უკვე ერთმანეთს, აი ამ საფრთხის წინაშე ვდგევართ და მთელი მსოფლიო ამას უყურებთ. გამოიყენებს, ანუ დღევანდელი ჩვენი თაობა მივიდა ამ, ასე ვთქვათ, პრობლემამდე, რომ ჩანს ადამიანების გარკვეული ნაწილი, რომელსაც ერთი სული აქვს, რომ ტაქტიკური ატომური იარაღი მაინც გამოიყენოს და სცადოს, აბა როგორ მოქმედებს ეს და რამდენად შეძლებს ამ იარაღით სხვებზე, ის რაც სიტყვით ვერ მოახერხა, ძალით როგორ მოახერხებს, თქვა, თავისი გავლენის გატარებას, ხო? ასეთ სიტუაციაში რასაკვირველი არ უნდა გვიკვირდეს, რომ საზოგადოება, რომელიც ერთმანეთს უკვე სიტყვიერადაც ხომ ერთმანეთის შეურაცხყოფა ჩვეულებრივი რამე გახდა. აზრების გამოთქმის დროს ხომ საერთოდ ყველა ადამიანი, ვისაც კი საშუალება აქვს იმისი, რომ თავისი აზრი გამოხატოს, ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რომ იმ საკითხზე, რომელზედაც ის ლაპარაკობს, რამდენად კომპეტენტურია. იმიტომ რომ მარტივად არის, ხო, ახლა მეც როცა ამ საკითხზე ვლაპარაკობ და გელაპარაკებით თქვენ, ხო, მე ვცდილობ იმას, რომ რაღაც გარკვეულ, აი, შიდა მოვლენების, თქვათ, რაც ხდება და დაკავშირება ჩვენს გარე სამყაროსთან, ანუ იმ ქვეყნებთან, რომელ ქვეყნებთანაც გვიწევს ურთიერთობა, ხო, ამასაც მაქსიმალურად ზედაპირულად ვლაპარაკობ, ხო, იმიტომ რომ ამისთვის, რომ მთლიანობაში რაღაც გარკვეული, თუნდაც ერთი კონკრეტული საკითხი ამოიღო, არათუ ერთი გადაცემა, ალბათ 2-3 გადაცემა უნდა მიუძღვა, რათა ის მოვლენა, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, თავისი, ასე ვთქვათ, წარსულით მოდის, თავისი ისტორიით მოდის, თავისი განვითარებით მოდის, ეს პრობლემები ან დიდდება, ან პატარავდება, ან მწვავდება, ხო, სხვადასხვა ფორმას ღებულობს და მე ამ ყველაფერში საბოლოო ჯამში მე ვხედავ და ანალიზი რო გააკეთო იმისი თუ რა მოხდა, რა იყო ამისი მიზეზი, საიდან დაიწყო, რა გახდა საბაბი იმისი, რომ თქვათ რაღაცა მე ან გამწვავდა, ან პირიქით შეიძლება შენელდა, ხო, რაღაც გარკვეული ურთიერთობები, ეს ურთიერთობები კარგი იყო, ცუდი იყო, ხო, ეს ურთიერთობებია, რომელსაც ელემენტარულად მე საბოლოო ჯამში შედეგობრივად მოაქვს ის, რაც ამ კონკრეტულ მომენტში გვაქვს ხოლმე, რომელსაც დღეს ვხედავთ, რომ აი კონკრეტული პრობლემაა, რომელსაც გადაწყვეტა უნდა, ან კონკრეტული სიკეთეა, რომელსაც მე გადანაწილება უნდა. აი ამაზეც კი ვთქვათ, ერთი რაღაცაც რო ავიღოთ, 2-3 შეიძლება გადაცემა არ იყოს, ხო? და როცა ჩვენ მთლიანობაზე ვლაპარაკობ და გვინდა რომ რაღაც აი 9 საათში რაღაცა ჩავატიოთ, რასაკვირველია, ზედაპირზე დავცურავთ და გადავდივართ, ხო? იმიტომ რომ
სიღრმისეული ჩასვლა კიდევ ამბობ ეს მე არც არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ მაგრამ ადამიანები შეიძლება 10 წლეულები ფიქრობენ და აკეთებენ იმას რაზეც მე ლაპარაკობენ და ამ დროს შეიძლება ადამიანი რომელიც თქვა ან ექიმია ან მასწავლებელია ხო ან რა ვიცი ხელოსანია რაღაცის რომელსაც თავისი ცხოვრება თავის ლუკმა პურს ის შოულობს იმ თავისი კონკრეტული თქვა იმ პროფესიით რომლითაც თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს უძღვნის მაგრამ დანარჩენზე შეიძლება იფიქროს ხანდახან კვირაში 1 საათი ან სულაც იმ მომენტში როცა თქვა მოისმინა რაღაცა და იმ წუთას აკეთებს რაღაც გარკვეულ რეაგირებას მაგრამ ამისი უფლება რასაკვირველია ყველას აქვს მაგრამ ადამიანებში გაჩნდა ის მომენტი რომ ნებისმიერ საკითხზე როცა ლაპარაკობს მას ისეთი მტკიცებულებითი ფორმა აქვს თითქოს ამის შესახებ წლები აქვს გატარებული ნაფიქრი აქვს უამრავი ლიტერატურა აქვს საკითხული ეს დაახლოებით აი ცნობილი იმას აგავს ხო საბჭოთა პერიოდში იყო ეს ანეკდოტი როდესაც რას ვერჩით ჩუქჩებს მაგრამ მაშინ ითვლებოდა და არ მგონია ეხლაც ასე ვთქვათ რაღაცა შეიცვალა ნაკლებად განვითარებულები იყვნენ და აქედან გამომდინარე ბევრი ანეკდოტი იყო მათზე რომ ჩუქჩა მივიდა მწერალთა კავშირში საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირში მიიტანა რაღაცა დიდი ესეთი კიპა იმისი რა ქვია ქაღალდების და უთხრა ესო ჩემიო ლექსებიაო და ძალიან გთხოვთო რომ დამებეჭდოთო და ეხლა დაინტერესა იმ ვინც მიიღო ხო ეხლა პირდაპირ რედაქტორი არ იყო თუ ვინც იყო პასუხისმგებელი თანამშრომელი და დაიწყო გადახედვა ამ იმის ერთი წაიკითხა გადადო მეორე წაიკითხა გადადო მესამე რო წაიკითხა ამას გახედა და თქვენო პოეტებსო საერთოდ იცნობთო და ვინ პოეტებსო აი მწერლებსო პოეტებსო ვინცო წერსო ამათ თუ იცნობთ აი მაგალითად პუშკინს თუ იცნობთ ამ თქმა არა არ ვიციო პუშკინიო გოეთე თუ გაგიგია თუ არა არ გამი შექსპირიო არ გამიგე ლერმონტოვი და მე რო თქვენ ადამიანო ამჯდარიყავი წაგეკითხათო რა ეს ყველაფერი და თქვენო გეშლებათო კაცო ეს მე ვარ მწერალი მე მკითხველი არა ვარო ხო აი დაახლოებით ეს მომენტია ხო ადამიანებს ნებისმიერ საკითხზე უცბად შეუძლიათ თავიანთი აზრი ეს ცუდი არ არის ცუდი არ არის იმიტომ რომ ადამიანს დააფიქრა თუნდაც იმ ერთ მომენტში იმ კონკრეტულ სიტუაციაში რაღაცამ შეაწუხა ხო რაღაცა პრობლემა რომელიც დაინახა და მას სურს რომ თქვა ამის შესახებ მას საკუთარი თავისი აზრი გააჩნდეს და ეს ცუდი არ არის ცუდი ამბიცია არ არის ეს მაგრამ აი ეს მტკიცებულებითი ფორმები და ისეთ რაღაცებზე არის ხოლმე მტკიცებულებითი ფორმები რომ აი ხომ გეუბნებით ადამიანებს ამის შესახებ 2500 წლის წინ აქვს დაწყებული მსჯელობა და ბევრი არაფერი არ შეცვლილა და იმაში რა ქვია მე-16, მე-17, მე-18 საუკუნეში, როდესაც გაჩნდა უკვე ალტერნატიული აზრის ძიება დაიწყეს, იმიტომ რომ ამ პერიოდებისათვის არის აბსოლუტური მონარქიები ყველგან. ანუ წყობა დაახლოებით აი ეს რაც გაგვიგია ისტორიულ ფილმებში გვინახავს, ან წიგნებში წაგვიკითხია, ხო? აი არსებობს მონარქია, არსებობს რაღაც გარკვეული წრე, არისტოკრატიის, თავადების, რაც გინდა დაარქვათ. მე რაღაცა შუაფენა, აქამდეც თუ დავედით კარგია, ზოგი ხედავს ამას ზოგი ვერ ხედავს თქვა აზნაურთა ფენა რომელიც სინამდვილეში ეს არის მეომართა მხედრობა ეს ის ფენაა და მე არის თქვა მიწად მოქმედი ან მშრომელი ადამიანები გლეხი ქვია ამას მე თანდათანობით უკვე მას შემდეგ რაც კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა წარმოება გაჩნდა უკვე ახალი კლასი რომელსაც მუშა მე მოსამსახურეთა კლასი გაჩნდა და ასე შემდეგ ხო ჩამოყალიბდა აი როგორ ცხოვრობდნენ ესენი ეს ადამიანები და რატომ მოხდა ის რომ ადამიანებმა გადაწყვიტეს რომ რაღაცა უნდა შეცვლილიყო და დაიწყეს ამისი ძებნა აი მთელმა ფრანგმა მოაზროვნეებმა და ამას ხშირად ვამბობ ხოლმე თუ დაუკვირდებით და თუ გახსოვთ ხოლმე იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არც ამაზე არავის არ ედავება იმიტომ რომ შეიძლება სამი ის ჩაატარო რა ქვია გადაცემა გააყვე რაღაცა პრობლემას მაგრამ მესამე გადაცემაზე რომ მიყოლ პირველი შეიძლება არ ახსოვდეს ადამიანს იმიტომ რომ კიდევ ვამბობ იმ მომენტისთვის შეიძლება რაღაცა გახსოვდეს მაგრამ ძალიან ზედაპირულად გახსოვს ის ყველაფერი და დავიწყდება და აქედან გამომდინარე მე ერთმანეთს ვეღარ აბავს ხო იმიტომ რომ არ არის მისი საქმე არ არის ეს მისი პროფესია, მისი წლინი არ იყო ამისთვის მომართული, რომ მუდმივად ამაზე ეფიქრა, იმიტომ რომ იმაზე, რასაც თქვა პოლიტიკოსები, რასაც ისტორიკოსები, რასაც თქვა ფილოსოფოსები ლაპარაკობენ, ამას წლები ჭირდება, რომ ეს ყველაფერი დაიმახსოვრო, მე ეს ყველაფერს კორელაცია გაუკეთო ერთიან სისტემაში მოაქციო და ამის მერე დაიწყო მსჯელობა, ხო? და აი ამ ადამიანებმა, რომლებმაც დაიწყეს ამაზე ფიქრი, ხო, აი მონტესკიეს ვახსენებ ხოლმე ხშირად, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვინც ფუძემდებელი გახდა თანამედროვე დემოკრატიის
დემოკრატიული სამყარო როგორი უნდა იყოს. ხო, როგორ უნდა მოხდეს ის, რომ ერთმა პოლიტიკურმა ფენამ, რომელიც გაბატონებულია, არ მოახდინოს ის, რომ უზურპაცია მუდმივად მას ჰქონდეს და ის ახდენდეს გავლენას ისეც, რომ სიკეთეები, რომელიც მთელ სახელმწიფოს აქვს, მხოლოდ ამ ნაწილს მიჰქონდეს. დიდი წილი მხოლოდ მათ ჰქონდეთ. აი როგორ უნდა მოხდეს ის, რომ ნორმალურად, ჰარმონიულად უნდა იცხოვროს ადამიანი, რომელიც ქვედა დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელია, მშენებელია, არ ვიცი, მოსამსახურეა, ნებისმიერი პროფესიის ადამიანია და ისინი, ვინც მართავენ. ის ვისაც დიდი ფული აქვს, ის ვისაც შეიძლება ითქვას, აი ბერძნულ ენაში ამას ოლიგარქია ერქვა. მე ამ ოლიგარქიამ სხვადასხვა სახე მიიღო და საბოლოო ჯამში, თუმცა ბევრი დიდად არ დაშორებულა ერთმანეთს, უბრალოდ დაიხვეწა და გამოჩნდა ის, რომ ერთის მხრივ თუ კი მონარქიების დროს არისტოკრატია ერქვა ამას, იმ ბერძნულ სამყაროში ოლიგარქია ერქვა ფულის ვინც ჰქონდა და ვინც პოლიტიკას ქმნიდა და თანამედროვეშიც დაახლოებით იგივე მომენტი შემოვიდა. ადამიანებს, რომლებსაც აქვს დიდი ფული და ეს ადამიანები, ან ადამიანთა კლასი, ან ადამიანი, რომელიც მართავს პოლიტიკას. აი ამას ქვია ოლიგარქია და დემოკრატია ამას უპირისპირდებოდა ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში. აი პირველადვე ხდებოდა ხოლმე დაპირისპირება დემოსი, ანუ ხალხში, დემოკრატია საიდანაც მოდის ეს სიტყვა და იგივე ვთქვათ იმ მაშინ რა ქვია იმ დროინდელ არისტოკრატიაში, ანუ მქონებელთა, ასე ვთქვათ, იმ კლასთან. და ორი პარტია ერთმანეთს მუდმივად უპირისპირდებოდა. თანდათანობით ეს ყველაფერი იცვლებოდა, მაგრამ იქაც ბევრი არაფერი არ შეცვლილა. ანუ არსებობენ მემარცხენე ტიპის პარტიები და მემარჯვენე ტიპის პარტიები. ან კიდევ უფრო შეიძლება სხვადასხვა ფორმა მიიღო, იმიტომ რომ რაღაცა ნაწილში იმდენად დაუახლოვდა ეკონომიკური და საზოგადოებრივი მართვა, განაწილების პრინციპი ერთმანეთს, რომ დიდი სხვაობები თითქმის აღარ იყო და ამიტომ მე უკვე სხვა ფორმები კონსერვატიული და თქვათ ლიბერალური ფორმები შეიძინა. და ამათ შორის მიდის დაპირისპირება. ეს დაპირისპირება მუდმივია. ეს დაპირისპირება რამაც ადამიანის განვითარება გამოიწვია. ოღონდ დაპირისპირების ფორმებს გააჩნია. დაპირისპირება ქვია იმასაც, როდესაც მე და თქვენ რაღაცა საკითხზე ვერ ვჯერდებით და ვკამათობთ. და ეს ჩვენი კამათი არის დაპირისპირების ფორმა, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს შეურაცხყოფას არ ვაყენებთ. ჩვენ ერთმანეთის აზრს პატივს ავცემთ, თუმცა შეიძლება არ ვეთანხმებით. ან რაღაცა ნაწილს ვიღებთ და თუ შეთანხმებისკენ მივდივართ და ჩვენ იძულებულები ვართ ხანდახან, რომ რაღაცის გამო, იმის გამო, რომ რაღაცა სარგებელი მიიღოს ქვეყანამ. იმიტომ რომ ჯერ კიდევ აი სოკრატე ამბობდა სამი პრინციპი. ანუ ერთი რითიც იწყება სიმართლე, იმიტომ რომ თუ ადამიანი სიმართლეზე დაფუძნებულს ლაპარაკობს, უკვე მცდარია. უკვე მცდარი არის, რომ რაღაცა ტყილზე, რა ქვია, აგებულმა რაღაცა კარგი მოიტანოს. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი განსაზღვრელი სიმართლეა. მეორე არის სიკეთე. იმიტომ რომ შენი სიმართლე თუ სიკეთის ელემენტებისთვის არ არის განსაზღვრული და მეორე ბოლოს სარგებლიანობა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს იმით, რომ სარგებელი მოიტანოს. თორე შეიძლება იყოს სიმართლეც, შეიძლება იყოს სიკეთეც, მაგრამ ამ სიკეთემ და სარგებელმა თუ რა ჯანდაბა ქვია კაცო, სიმართლემ და მან სიკეთემ შეიძლება სარგებლიანობა არ მოიტანოს და პირიქით დაღუპო ადამიანი. მართალი სიტყვა უთხრა, სიკეთე გააკეთო, რაღაცა სიკეთეც გაუკეთო, იმ ჯერ პიკვე სიკეთეა, როცა მართალ სიტყვას ეუბნები. მე სარგებელის თუ არ მიეცი შენ კითხვი რომ ამეთი უნდა ისარგებლოს, მაგრამ იმან შეიძლება თავი დაიღუპოს. აი მანქანა აჩუქე ადამიანს, ხო? იმიტომ რომ სიმართლე უთხრა რომ შენ ისეთი კარგი ადამიანი ხარ, ეს გააკეთე, აქედან გამომდინარე შენ იმსახურებ იმას, რომ მე შენი მანქანა გაჩუქე. მაგრამ სარგებელი ვერ მივიღო იმ ადამიანმა, იმიტომ რომ არც ტარება იცოდა, არც მე არ მithქვია, იცი თუ არა ტარება, არც ის მიფიქრია, რომ თუ არ იცის ტარება, როგორ დაჯდებოდა ამაზე და გააქანა ეს მანქანა დაიღუპა და მოკვდა. ანუ სარგებელიც უნდა მიიღო. ანუ ეს ყველაფერი თუ კომბინაციაში ერთად არ გავთვალეთ და აქედან გამომდინარე ჩვენი კამათი, რაც არ უნდა მართალი კამათი, მეც დარწმუნებული ვარ რომ მართალი ხარ, თქვენს დარწმუნებული ხართ რომ მართალი ხართ. მეც დარწმუნებული ვარ რომ სიკეთეს ვაკეთებ, თქვენს დარწმუნებული ხართ რომ სიკეთეს აკეთებთ, იმითი რასაც ამბობთ, ან რისი გაკეთებაც გინდათ, ან რისკენაც თქვა სხვებს უბიძგებთ და ფიქრობთ რომ აქეთკენ წაიყვანოთ, თქვა თქვენი მოქმედებების რაღაცა ჯაჭვი მოყვეს ამას, მაგრამ საბოლოო ჯამში სარგებელი უნდა მივიღოთ თქვენს და მეც. თუ ორივე სარგებელს არ ვღებულობთ, ჩვენ რაღაცას ერთმანეთთან ვერ ვალაგებთ. ამიტომ ხანდახან ვიწყებთ ხოლმე რომ ორივე ჩვენი სიკეთესთან ერთად კომპრომისებს ვეძებთ. იმიტომ რომ სახელმწიფოში მით უმეტეს სარგებლიანობა მივიღოთ. იმიტომ რომ სახელმწიფომ უნდა ისარგებლოს და სახელმწიფოს როცა ისარგებლოს ვამბობთ, სახელმწიფო განყენებული ცნება კი არ არის. მე თავს გავწირავ, კაცო, ჩემი სახელმწიფო იყოს კარგად და მე დაგქცეულ ვარ თუ გინდა, სისულელეა.
თუ შენი ოჯახი, შენი საახლობლო, მათთვის სარგებელი არ მოაქვს ამას, მაშინ სახელმწიფო ცალკე აღებული არ არსებობს. მაშინ შენი პატრიოტიზმი არის ან განუვითარებელი პატრიოტიზმი, იმიტომ რომ შენ მაშინ ვიღაცა კარგად გიყენებს, იმიტომ რომ ამას ხშირად ვამბობ ხოლმე და ადამიანები ჩემს სამეგობროშიც ვკამათობთ ამაზე, რომ როდესაც შენ 100,000-იანი მანქანა გყავს და შენს იმას, რა ქვია, შვილისთვის შეგიძლია საჩუქრები გააკეთო ისეთი, რომ ბავშვი ბედნიერი იყოს, მას კარგი დასვენება ჰქონდეს და მოუწყო ისა, რა ქვია, კარგი ცხოვრება, მაგრამ შენს გვერდზე შენსავე თანამოქალაქეს. გავანებოთ თავი შენს მეზობელს, გავანებოთ თავი შენს კლასელს, შენს ნათესავს, ან შენს ნაცნობს. უბრალოდ მოქალაქეს, რომელიც ასევე ცხოვრობს ამ ქვეყანაში. შენ რო 100,000-იანი მანქანას ყიდულობს და მას 100-ლარიანი ველოსიპედი რო უყიდოს, ბავშვ ამის ფული არ აქვს. შენ გინდა და მე რომ ეს ადამიანი ომი რო დაიწყოს და მტერი რომ მოვიდეს, ამან ავტომატი უნდა აიღოს და შენი ეს ქონება და შენი ეს ბედნიერება შენი და შენი შვილის, მან სიცოცხლის ფასად უნდა დაიცვას. და შეიძლება ის მომხდური, რომელიც მოდის, მან მეტად შეუქმნას უკეთესი გარემო. მაშინ იწყო ეს მოღალატეა, იმიტომ რომ მან ჩვენს ერთობას უღალატა. და ჩვენს ერთობას უღალატა იმ შემთხვევაშია, თუ შენს პასუხისმგებელი ხარ მის ცხოვრებაზე. თუ შენს პასუხისმგებელი ხარ იმაზე, რომ ამ ადამიანის ცხოვრება როგორ მტერმა თუ უკეთესი შესთავაზა, მტერი თუ უკეთეს პირობებს თავაზობს, ესე იგი გამოდის, შენ უსინდისოდ ცხოვრობ, არასწორად ანაწილებ იმ სიკეთეებს, რომელიც გაქვს. არასწორად ქმნი იმ წყობას და იმ საზოგადოებრივ, ასე ვთქვათ, საერთო თანაცხოვრების რეგულაციებს ისეც, რომ ადამიანი, რომელიც ასე ხდებოდა კიდევაც, ასე ძალიან ბევრჯერ მომხდარა. აი მეხუთე კოლონას რო ხშირად ამბობენ ხოლმე. ის მეხუთე კოლონა სწორედ ეგ იყო. ადამიანები, რომლებმაც გათვალეს, რომ იქ სადაც იყვნენ, ერჩივნათ იმასთან, შეკვნა ფრანკოზია ლაპარაკი ესპანეთში როცა მოხდა პირველად ეს და მხარი დაუჭირეს იმას. და ეს ემან იცოდა კიდევაც. და მას 4 ბრიგადა მიყავდა და მან თქვა, რომ კი, მაგრამ იქ 4 ბრიგადა, მე იქ მეხუთე ბრიგადა მყავს კიდე, მეხუთე კოლონა დაარქვეს, ამიტომ ხო, 4 კოლონით შევდივარ და მეხუთე კოლონა, რომელიც იმ ქალაქში დამხვდება, იმიტომ რომ იქ ჩემი მომხრეები არიან. აქედან გამომდინარე, ბევრი რამე შიგნით საფიქრალი გვაქვს. საფიქრალი გვაქვს ის, რომ ადამიანები, რომლებიც აი დღევანდელ სიტუაციასაც ალბათ რაღაცა იმას გიზავთ, ხო, ალეგორია გექნებათ, რომ მილიონებზე მიდის ლაპარაკი. ვის მილიონებზე მიდის ლაპარაკი? საინტერესო რამეა. სხვათა შორის იგივე აი რა ქვია ჩვენი ჩtildeული მეზობელი პუტინს აქვს ეს ისა რა ქვია ნათქვამი, რომ ერთხელ ჟურნალისტებმა უთხრეს გუსინსკი და რაგვარი იყო კაცო ეს ორი ერთმანეთს ბერეზოვსკი, ერთმანეთს ინგლისში რამოდენიმე 10 მილიონიანი დავა ჰქონდათ. და ჟურნალისტმა კითხა, აიო ინგლისშიო დავამედისო თვამემეებზეო თქვენს ამ მოქალაქეებზეო და ბიზნესმენი ოლიგარქებზე, რომლებიც ერთმანეთს და რაზე დაობენო და როგორ რაზე დაობენ არ იცით რა ქვია რა ადავა გაუკვირდა ჟურნალისტს ხო ეხლა ინფორმირებული არ არის კაცო იმის ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი რომ მისი მოქალაქე მილიონიანი დავა. არა მე სხვა არამეს ვამბობ. ისინი რა ფულზე დაობენ? ესო ჩვენი ფულიაო, ის რუსეთის ფულიაო. გესმით რა დამოკიდებულება ქონდა მას და ეხლაც აქვს ეს დამოკიდებულება. ის ასე თვლის, ფული იშოვე ჩემს ქვეყანაში. ეს ჩემი ქვეყნის ფულია და კეთილს ინებებ, თუ სწორად არ მოიქცევი. მე შენ პასუხს მოგთხოვ. და მოთხოვა კიდევაც უყველას, ვინ როგორ დაამთავრა, კი იცით, ხო? და აქედან გამომდინარე ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ ის ადამიანები, რომლებაც იქ ფული იშოვეს, რამდენად შიშის ქვეშ არიან, რომ იგივე ბედი ხომ არ ეწევათ მათ წინამორბედებს დაემართათ. იმიტომ რომ ის ესე თulis. ის ყველასთან კი არ არის. მტერსაც კი, როდესაც არის მტერი, რომელიც მუდმივად შენი მოწინააღმდეგე იყო. ოღონდ ღირსეული მტერია. მასთან ზიხარ საუბრობ, ლაპარაკობ, ეწინააღმდეგები რაღაცაში, ის გეწინააღმდეგება, მერე იმის მიხედვით რა ვის რა ინსტრუმენტები აქვს, რომელები ან გამარჯვებული, ან კომპრომისზე თანხმდებიან. მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც შენ თვლი, ესენი ჩემები არიან, აი ის რომ არასწორად იქცევა, იმას უკვე მოღალატედ თulis. და აქვს კიდევაც ამის უფლება, რომ ჩათვალოს, რომ მოღალატეა და მოღალატეებს მთელ მსოფლიოში ექცევიან თითქმის ყველგან ერთნაირად. თითქმის ყველგან ერთნაირად, ამიტომ ადამიანური გიგისაა განცდა. თქვენ მეგობრისგან, ვისგანაც არ ელოდებით, ხო, არასწორ საქციელს, ან ისეთ საქციელს, რომელიც საქციელის თქვენ გაზიანებთ, შეიძლება იმისთანაც სწორად თulis, ხო, მაგრამ შენ დაგაზიანა, ხო? იმათთან გაქვს ჩვეულებრივად პრეტენზია, ისეთი როგორიც უნდა გქონდეს და რაღაც გარკვეულ წესებში ხარ და ცდილობ რომ წესები დაიცვა, მაგრამ ყველაზე ძალიან ვისგანაც გტკივა, ეს არის, როდესაც ღალატს ეძახი შენ. ანუ ის ვისაც შენიანად თვლიდი ის რომ რაღაცას არასწორს აკეთებს. აი აქედან გამომდინარე ბევრი რამე გვაქვს საფიქრალი.
ბევრი რამე გვაქვს საფიქრალი რა ხდება ჩვენს, აი როგორ ხვდებით იმ პროცესებს, რომელიც ჩვენს გარეთ მიდის. და ჩვენს გარეთ ძალიან საინტერესო პროცესები მიდის. თუნდაც ანგეზურის კორიდორზე, როდესაც მიდის ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენთან არის ძალიან ახლოს სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი, ტრამპი გამოვიდა აგერ ახლახანს და თქვა, რომ კავკასიაშიც აგერ ჩვენ სომხეთსა და აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებასაც კი ალბათ ვნახავთ, იმიტომ რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. ეს ის ტრამპია, რომელიც ჯერჯერობით ხმას არიღებს იქვე, როცა ორ კონფლიქტურ მხარეზეა ლაპარაკი სომხეთსა და აზერბაიჯანზე, იქ თulis რომ მისი ჩარევაც იყო. პირდაპირ ჩარევა, ირიბი ჩარევა, მაგრამ ის თulis რომ აი ეს კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს და წავიდეს მოგვარების გზისკენ. თუმცა რასაკვირველია, ბევრ რაღაცაში ჩქარობენ. ესენი ესე თვლიან, მესმის აქეთკენ მიყავთ, მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დაძაბულია, იმიტომ რომ ყველას გახსოვთ თქვენ, როდესაც ისრაელმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად დაბომბა ირანი. და ყველას გაუჩნდა, ხო, კითხვები ძალიან ბევრი იყო ბევრ რაღაცაზე. მათ შორის იმაზეც, რომ არც ერთი ირანის თვითმფრინავი არ აფრენილა ცაში და არ ქონია საჰაერო ბრძოლა. და ირანს ველება ვიღაცა თulis რომ არ აქვს საჰაერო ფლოტი. მათ თავიანთი საჰაერო ფლოტი ყავთ. შეიძლება ჩამორჩენილი შედარებით, თქვათ, თუ ამათ F-15 ყავთ და ამათ F-35 განსხვავება არის. იგივე, როდესაც რუსული თვითმფრინავებიც აყავთ და ამერიკული თვითმფრინავებიც აყავთ. ამის გარდა საინტერესო რამე მოხდა. ირან-ერაყის ომის მერე ისინი ერთმანეთთან დაპირისპირდნენ, 7 წელი ჰქონდათ ომი. ამ ომის მიუხედავად, როდესაც ამერიკამ დაბომბა ერაყი, გახსოვთ თქვენ ეს, როდესაც ჰუსეინი დაემხო, მთელი ერაყის საჰაერო ფლოტი აფრინდა და დაჯდა ირანში. ირანმა გაუღო, ასე ვთქვათ, კარები და მიიღო ერაყის თვითმფრინავები. იმიტომ რომ საერთო მტერს ისინი მაინც თვლიდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებია. და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან მტრობდნენ, მთელი ირანის სამხედრო ფლოტი დაჯდა იმაში, რა ქვია, ირანის აეროპორტებზე. ეს თვითმფრინავები არაფრენილა არც ერთი. სამხედრო ტექნიკა არ განძრეულა. ფაქტიურად გარდა იმ ჰაერ-საწინააღმდეგოებისა, რომლებსაც, ასე ვთქვათ, ეს ბრძოლა მიდიოდა თვითმფრინავებს, როცა და ისიც ჯერ გაანადგურა. აქაც საინტერესო რამე მოხდა. ხო, ბევრი რამე, აი მრავალ ბიუჯეტიანი და ძალიან მაღალი ტექნოლოგიები რაც ღირს, იმას ანადგურებს 100 ჯერ უფრო იაფიანი, სულ რაღაც $600 დრონი. და შეიძლება ის ღირდეს 9 მილიარდი ტექნიკა, რომელიც დგას $600 დრონმა გაანადგუროს. ანუ საინტერესო რამე მოხდა. ხო, უკრაინა, რუსეთის ომმა და ისრაელი, ირანის ომმა დაგვანახა ბევრი რაღაცა ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ თურმე შეიძლება ძალიან მაღალ ტექნოლოგიებს მოერიო, ძალიან იაფიანი და ყოველგვარი მაღალ ტექნოლოგიური და ძალიან დიდი ტვინის გარეშე შექმნა ისეთი იარაღი, რომელიც იმას ანადგურებს. ეს არის სწორედ ის, რაც ამოძრავებს პროგრესს. ეს არის ის, რაც კაცობრიობას ამოძრავებს. ეს არის ის, რაც მუდმივად იყო. ვებერთელა დევს, ერევა ნაცარქექია. დავითი შურდულით ერევა გოლიათს, ხო? ანუ ეს არის ადამიანების განვითარების ერთ-ერთი მასტიმულირებელი და ის რომ არ უნდა დანებდე არასდროს სიტუაციას. ყოველთვის როცა შენ შეგიძლია და мотиваცია გაქვს იმისი და თვლი რომ შენ მართალი ხარ, ყოველთვის გეძლევა იმის საშუალება, რომ შენზე ბევრად დიდ მოწინააღმდეგესაც კი ეჭიდაო თუ ამას შინაგანი განწყობა გაქვს. ეხლა მოდით შევხედოთ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ასეთი დაპირისპირებები ხდება, ჩვენ რითი ვხვდებით ამ ყველაფერს. აქ ამ სტუდიაში ხედველობაში მაქვს ობიექტივი, მე თვითონ ხშირად მილაპარაკია, ჩემს მეგობრებს ულაპარაკია, რომ რუსეთთან დაპირისპირება და საომარ მდგომარეობაში შესვლა ეს იყო შეცდომა. ჩვენ ვერ ავიცილეთ. მე ამ ტერმინს ხშირად ხმარობ ხოლმე და არ ამბობ, იმიტომ ზოგის პირდაპირ ბრალდებით ნაწილში გადააქვს. ომი დაიწყო ამბობენ, ხო? პროვოცირება გააკეთა და ასე შემდეგ. არა, მე ვამბობ, ჩვენ ვერ ავიცილეთ. ეს არის ფაქტი. ამას ვერც ერთი მხარე, ხო, რაც არ უნდა დაპირისპირებული იყოს ჩემ ხო მე არ ვამბობ ომი დაიწყე, მე არ ვამბობ რომ შენ პროვოცირება გაუკეთე, მე არ ვამბობ ის დამესხა თავს, ხო, ამას ამბობ და მე გეუბნები ვერ ავიცილეთ, ხო, ანუ თავდასხმას თავისთავად გულისხმობ, ვერ ავიცილეთ და ეს მოხდა. ამას არ ვამბობ შემთხვევით. ეს არის ის პოზიცია, რომელსაც თანხმედრები რაღაცებზე უნდა ვიპოვოთ და არა მარტო იმათთან, ვინც არ მომწონს, ან გინდა ერთ მხარეს და გინდა ეხლა მეორე მხარეს. ეს ომი რო ვერ ავიცილეთ იქ, ეს სრულებითაც არ ამართლებს იმას, რომ ეხლა ვერ ავიცილოთ დაპირისპირება დასავლეთთან, რომელთანაც შედის და შედის უფრო და უფრო ცუდ ფაზაში ეს ყველაფერი. ეს არ არის მარტო ვიზა ლიბერალიზაცია. ეს არ არის და ამ ორ რაღაცას ერთმანეთს რო ადარებენ, ეს ან
არ ვიცი, გაუნათლებლობის, არ ვიცი, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე უსინდისობის მაღალი ხარისხია თუ რა უნდა დავარქვა, რომ რა მირჩევნია, ვიზა ლიბერალიზაცია თუ ჩემი სუვერენიტეტი, ქალი თუ კაცის ისა რა ქვია ურთიერთობა თუ იმათთან ასეთი საგნების შედარებას დაახლოებით არის თბილისიდან გორამდე 60 ტონა. ხო? როგორ შეიძლება გაზომო იმითი რა ქვია წონის ერთეულით ისა რა ქვია სიგრძე და მანძილი, ხო? არ შეიძლება, ხო? ასეა, როგორ შეიძლება ისეთი თანაფარდობები გააკეთო რაღაცის და რა ის რომ მე ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც ჩემს ხალხს, ჩემს ქვეყანას ხო ამოსუნთქვის საშუალება მიცა და ვიღაცა მეტყვის რას ლაპარაკობ, რა ამოსუნთქვის საშუალება. არ ჯობდა სტალინივით პასპორტი თუ არ ქონდა, ქალაქში ვერ მიდიოდი. ვერ მიდიოდი, ბევრი იხსენებს, რომ საბჭოთა კავშირი კარგი იყო, ესე იყო და არის რაღაცა ნაწილი, რომელსაც ეს აწყობდა. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ შენსავე ქვეყანაში გადაადგილების უფლება როცა არ აქვს. იმიტომ რომ საპასპორტო რეჟიმი შენსავე ქვეყანაში გაქვს. ხო, რა მდგომარეობაში ხარ, ასეთი მდგომარეობები არ ქონდათ მონებს მგონი იმის დროს, რა ქვია, 2500 წლის წინ საბერძნეთში და რომში, ხო? და არც ირანში და პირიქით, იქ სატრაპოები ერქვა და მშიერი და ანის რო დაენახა, რა ქვია, მეფეს გინდა დარიოს და გინდა აქამენიდების ამებას, რა ქვია, კიროს, ხო? იმას სატრაპიეს უფროს თავს მოკვეთავდა, რომ ჩემ სატრაპიაში მშიერი კაცი როგორ აკყავს. იცავდა ხო შენსავე ქვეყანაში ასე ადამიანების დაჩაგვრა თუ გინდა რომ იცი რა არსადაც ვერ წავლენ და კეთილი ინებონ და 30 ლარად დღეში რო იმუშაონ იმყოფინონ მაშინ როდესაც ევროპაში თუ გავიდა მაშინ საათში შეიძლება 30 ევრო კონდეს და შენაუნები რომ მე ამას ეს ისა რა ქვია სიკეთე კი არა ბოროტებაა და იყავი აქ ჩემდა მე საათში მექნება 3000 მე საათში კი არა თვეში უკვე ათობით მილიონზე აქვს ლაპარაკი და ეს ადამიანები დანარჩენებზე პატრიოტიზმზე ლაპარაკობენ ამ ადამიანებს შეუძლიათ გელაპარაკონ ვაჟაფშაველაზე და ისიც ისეთები რომლებიც ისე ყურში რო აქვს მოხვედრილი რომ შენ თურმე უნდა გერჩინო შენი სალიკლ და მშიერი უნდა კვდება და ამას მაძღარი კაცი გეუნება ვაჟა მშიერი იყო და ამას წერდა და ეს მაძღრები გეუნებიან ამას ხო მაძღრები რომლებიც რა გითხრათ უმაღლესი დონის ისინი აქვთ რა ქვია მანქანა კომფორტი ცხოვრება მოწყობილი შვილები რა ქვია სასწავლებლებში გაგზავნილი იმ ევროპაში უნდათ ეხლა ცოტა თუ ამათმა ვინც ეხლა ფული იშოვეს ამათ ბევრად არ აწუხებს ეს ამბავი მაგრამ ცოტა მეტი ის რა ქვია მანძილი რო აქვს გავლილი ფული ნაშოვნი რო ქონდა ჯერ შევარდნაძის დროს მერე სააკაშვილის დროსაც რო ასე თუ ისე თავი გადაერჩინა ან იმ დროს იშოვა ფული ერთი იმათ კითხეთ რა ეგ ამბავი როგორ არის იმათ კითხეთ ესეთი ამ ოცნებაში ძალიან ბევრი არიან და ხომ ხარ და ხომ კარგად იცი ძმებო რა შარში ხართ გახვეული ხომ ყველაფერი ეს იცი და არ დამიწყოთ ეხლა ლაპარაკი რომ რას ლაპარაკობს სუვერენიტეტი გირჩა ქალი და კაცი როა რა ქვია თურმე ეს ყოფილა გამსაზღვრელი სად ვართ რა აზროვნება გვაქვს სად გავიჭედეთ სად დაუშვით შეცდომა სად არის ის პატრიოტიზმი რომელიც რეალური პატრიოტიზმის უნდა კონდეს ხო, როდესაც ადამიანს სტალინზე რო ლაპარაკობ, სტალინს უფლება ჰქონდა, თქვათ იმისი, რომ შვილი ყავდა გაწერული. და მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხვა განზომილებაში მყოფი ადამიანი იყო და რობაქიძეს აქვს საინტერესო სხვათა შორის სტალინის შეფასების დროს. ის, რასაც ჩვენ ადამიანურს ვეძახი და ადამიანური ემოციას, ეს მხარე მას საერთოდ არ ჰქონდა. სიცარიელე იყო იქო. და მართლაც ესეთი იყო ის. მას სხვანაირად ჰქონდა ეს ყველაფერი წარმოდგენილი და სხვანაირად ხედავდა, რომელი ფეხსაცმელი და რომელი ტანსაცმელი სოფლიოს ნახევარი მე-6 ეჭირა იმაში, რა ქვია, ხელში. და იმას არც ჰქონდა ეს და აქედან გამომდინარე უფლებაც ჰქონდა თავისთვის გამართლებაში რომ სხვისთვის მოეთხოვა და აქ ესენი სტალინისავით მართვა უნდათ და ბერეზოვსკისავით ცხოვრება და არ გამოდის ეგრე რა თან მილიარდელი იყო აიათოლა ხომეინი ცხოვრობდა სახში და თავის წინდებს თვითონ კემსავდა სახში რომელიც სტალინის რო ჰქონდა გორშის ვინცაა ნამყოფი და აი ესეთი პატარა სახში ცხოვრობდა ის აიათოლა ხომეინი რომელმაც რევოლუცია მოახდინა ირანში და დღესაც არის რომ კი ბატონო იქ არის გარკვეული სახის ტირანიას ესე ვერ და კანონზე მაღლა არ დგანან კანონის შექმნეს ისეთი რომელიც მაღლა დგას დანარჩენ ყველაფერზე და პრეზიდენტის ინსტიტუტი სხვათა შორის იქაც პრეზიდენტის აქვს ოღონდ მისი ასე ვთქვათ საბჭო განიხილავს ამას სისტემა აქვს ესეთი შექმნილი
ხო, რომელიც რასაკვირველია დემოკრატიას ბოლომდე არ უშვებს. აი იმ დემოსის დემოკრატიას არ უშვებს. ჩემს ქვეყანაში მე როგორი მინდა ქვეყანა მოვაწყო 18-21 წლის იმას რევოლუციის დროს, როდესაც რევოლუცია რა ფაქტიურად მოვიდნენ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ დაიშალა მთლიანად რუსეთის იმპერია, ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, კარგად გამოვიყენეთ ეს სიტუაცია და სათავეში ხელისუფლება აიღო სწორედ აი დემოკრატიულმა ძალებმა. ხო, უფრო მეტ სოციალისტურმა იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ მაშინ ესე იყო. მთელს არა მარტო რუსეთში, მთელ სოფლიოში მუშაობდა ეს და მაშინ ესე ერქვა, რომ სოციალიზმის იდეა უნდა გასულიყო ყველგან. ისევე როგორც და მე კომუნიზმის იდეა უნდა გასულიყო ყველგან. ისევე როგორც ახლა დემოკრატიის იდეას ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოახერხა და გაიტანა თითქმის ყველგან, ხო? რომელიც აწყობს არ გაწყობზეა. ხო, სოციალისტსაც ჰქონდა ბევრი რაღაცა და სხვათა შორის ბევრმა იმ ქვეყანამ, რომელიც კაპიტალისტური ქვეყანა იყო, იძულებული გახდა, რომ ის მაგალითები გაეთვალისწინებინა და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ მთელი მისი ევროპის ჩრდილოეთი მხარე პირდაპირ სოციალისტურია. თავიდან ბოლომდე თავისი არსით ბუნებით, ხო? ესაც ძველი ის არის, ახალი კი არ მოუგონიათ. იგივე იმ საბერძნეთში სპარტა თავიდან ბოლომდე ნაციონალ-სოციალისტური იყო. ხო, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ სახელმწიფო საკუთრება იყო ყველაფერი და სიმდიდრეს საერთოდ დასცინოდნენ. მდიდარ ადამიანს დასცინოდნენ. დაახლოებით ესე არის, შეხედეთ იმ ვიკინგების, რა ქვია, სამშობლოში და ნორვეგია გინდა, დანია გინდა, ჰოლანდია გინდა. იქ სიმდიდრეს დასცინიან. იქიდან რო მიხვიდა ლამბორგინი რო დაგინახავენ გამოგხედავენ ალბათ იფიქრებენ რომ არის ალბათ ძალიან უყვარს რა ყველას აქვს თავისი მანიაკალური გადახრა ზოგს მუსიკა უყვარს ზოგს ნარკოტიკი უყვარს ზოგს სასმელი უყვარს ზოგს რაღაცა უყვარს ისეთი და ეს ალბათ უყვარს ამ გაჭირვებულს ეს და ამით უაქტორ ის ვერ წარმოიდგენს რომ ამით ადამიანმა შეიძლება იამაყო ჩვენთან როგორც არის რომ დღეს გამოდიოდნენ სხვათა შორის ტელევიზიაში და 50-იანი და 100,000-იანი მანქანებიო მე მათი მესმის კაცო რაზეა ლაპარაკი და მემხრობ იმ ნაწილში რომ მანქანების იმაზე მაყუჩების ამბავზე რო ატყდა ერთი ამბავი ქარხნული წესით გამოშვებულია იმ კაც მანქანა ნაყიდი აქვს და შენ ეხლა ადექი და ასე ერთი ხელის დარტყმით მას რა ქვია პრობლემები შეუქმნი და მანქანა ჩამოვართვი და წაართვით ნუ ნამეტანი მაშე და აიო ასეთიო კარგი ავტოპარკი რო გვაქვს ეხლა დააყენე სამსაწყლემაო და ავტოპარკზე მელაპარაკები ღმერთმა გაგიმარჯოს რაზეა ლაპარაკი მაგრამ შენ ნაგვის ყუჩი ვიქექება შენი მოქალაქე კაცო რომელი იმაზე გაქვს ლაპარაკი ამას საამაყოთ ნუ მეუნები მითხარი უბრალოდ რომ კი ბატონო რო იყიდა საკუთრების ფორმაა რაღაცაა და ამას ესე გაგიჩერეს არ არის სწორი ხო რაღაცა წინ უნდა ქონოდა რაღაც გარკვეული უნდა შემზადებულიყავი ამისთვის ასე არ უნდა ხდებოდეს ხო ქვეყანაში ვიღაცას ესე მოუნდა გააქანა კანონი და დაარტყა და მესმის რომ აწუხებს რომელია კაცო გიждები მოტოციკლეტი რომ გაივლის და თელს იმას კვარტალს იმაშუება აღვიძებს ხო საშინელებაა რაზეა ლაპარაკი მაგრამ შენ ახლა ქარხნული წესით რო აქვს იმას ესე წაართვა ან უთხრეს გინდა თუ არა გადააკეთე გუშინ ესე ქონდა რაღაცა გარკვეული ფორმები უნდა ქონდეს იმ ადამიანების ის უნდა გაითვალისწინო ხო მე ამას იმიტომ ვამბობ რომ ეს არის ადამიანური და სწორი მიდგომა მაგრამ აქვე იმიტომ გამახსენდა რომ რა გეამაყება კაცო ჩვენთან გეამაყება 100,000-იანი მანქანა და 10,000-იანი ნომერი რო გაქვს და შენი კლასელი შეიძლება ბავშვი მშიერი ყავდეს ხო ამ ქვეყანაში ცოტა ხო უნდა შეგწყვეს მაინც რა ამისი რა ცოტა რაღაცა ხო უნდა ქონდეს კიდე გეუნები ომის დაწყებას თავიდან ხანძარი რო გაგიჩნდეს შენ ხო გაქვს ის განცდა რომ მე ჭკვიანი ვარ მოხერხებული ვარ საზრიანი ვარ და მოვახერხე ის რომ მაგ და იმან ვერ მოახერხა რა ეს ყველაფერი და ხანძარი რო გაგიჩნდეს გამოირი შემოქმედავს ის და შენ მოახერხე თუ ვერ მოახერხე ხო მე მოახერხე ჩემს სახს ცეცხლი არ უკიდია შენსაც უკიდია და რატომ უნდა იმას აქვს რა ქვია სოლიდარობა გამოგიცხადო და უნდა შემოვარდე იმ ცეცხლმოკიდებულ სახში და მოგეხმარო რაღაცაში კარგად იყავი რა და დამწვარ ხარ და რაც გინდა მოქსულია მაშინ ხო მე ამიტომ ვამბობ რომ სოლიდარობის მომენტი უნდა გქონდეს ერთმანეთთან ხალხო რაღაცა უნდა მოვძებნოთ ერთმანეთთან და არ შეიძლება რომ ხლა მისი რა ქვია ახან ძალიან გიყვარს უпростоრად ძალიან გძულს ნაცმოძრაობის მთელი ის რა ქვია მინისტრი და მინისტრის მოადგილეები მოსამართლეები აგერ აკავს ისევ ხელისუფლებაში და ეს კაცი ამას ამბობდა კიდევაც პირდაპირ კაცო გაიხსენეთ ხო ის ამბობდა რომ რამოდენიმე კაცია რა რომელიც არის ცუდი კაცი თორე დანარჩენები ნუ ძალიანაც მოსწონდა მანასწავლა საერთოდ მართვის ის სტილი გინდათ ბიზნესის კონტროლის
გინდა ძალიან ბევრია მის კი არა მე მგონი მანასწავლა შუშის სასახლეების შემოტანაც და პირველი მან გააკეთეს და იმის მერე გადაიღო იმანაც ხო და დაიწყო შუშების და იმის გამოყენება ყველგან და შუშის ხიდების მშენებლობა და ყველაფერი მან ასწავლა ბიზნესში როგორ უნდა გაეკონტროლებინა ბიზნესიდან ფული როგორ უნდა ამოეღო ეს მისი ნასწავლია თორე არ იცოდა იმიტომ რომ ამას რო ვამბობ ორი ისეთი საკითხი ემთხოვა ერთმანეთს რომ იმით არ გამოვდივარ მარტო რაღაცა ლოგიკური მოსაზრებებით არამედ მაქვს საფუძვლები ამის რომ ეს ვიფიქრო და ეს ესე რომ იყო და ეს ესე რომ არ იყიდებას დღესაც და დღეს ის მომენტი რომ ბევრი ოცნების ასე ვთქვათ დღევანდელ უпростоოდ გუშინდელი ოცნებისტები რომლებსაც რაღაც ურთიერთობები მაქვს ხოლმე ხო ამბობენ რომ აი ჩვენს უყველანი ჩაგვწიეს და ბიძინა გადააბარა თავიდან ბოლომდე და ანუ ბიძინა სურს შექმნას ის გარემო რომ მას აღარაფერი აღარ ეკითხება აგერ ძმაო მართავენ ესენი მე პასუხისმგებლობა მოხსნილი მაქვს ოღონდ ეს ვინ დაიჯერებს ამას ან თქვენ გჯერავთ რომელიმეს რაში ჭირდება რომ ნახევარ სიტყვაში ყველაზე ასე ვთქვათ კომფორტული მისთვის მოიყვანა ადამიანები რომლებიც ნახევარ სიტყვაში უგებენ და ხანდახან თქმაც არ ჭირდება იმას აკეთებენ რაც მას სურს მიაგნო ხო ასეთ იმას რა ქვია გუნდს და ეს გუნდმა დაიწყო მუშაობა ოღონდ შიგნით რა მდგომარეობა თქვენც ხედავთ და საერთოდ ქვეყანაში რა მდგომარეობა ერთმანეთთან არა თუ იმ გუნდში შიგნით იმიტომ რომ გარედან ხო ვერაფერს ვერ უზავ მე ერთი ახლობელი მეუნებოდა იმას რომ აიო პოლიტიკური პარტიებიო არ გვინდაო გავაკეთოთ არასამთავრობო ორგანიზაციები იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიები ეს ცუდიაო ხო იმიტომ რომ მართვაში იმაში გამოშთა რომ არ ვარგა ნუ ასეთი მოსაზრებებიც არსებობს თუმცა კიდე გეუბნებით ადამიანებმა ძალიან დიდი პერიოდი გაიარეს იმისთვის რომ ის რაც პოლიტიკას მართავს პოლიტიკურ საზოგადოებას პოლიტიკური პარტია დაარქვეს თორე იმას რაც გინდა დაარქვი თუ გინდა ბურატინო დაარქვი რა მნიშვნელობა აქვს სიძულეში პარტია უნდა იყოს თუ ეს პარტია არ ანუ მართვის სადავეს ხელში არიღებ, მაშინ როგორ უნდა მართო? აიო რეფერენდუმები ჩავატაროთო და უთხრათ ხოლმე, და რო არ გააკეთოს მეთქი, მაშინ ქუჩაში გამოვიდეთო. და ბიჭო გამოვდიოდით სააკაშვილის დროს და არ აინტერესებდა. გვირტყავდა, რა ვიცი, ტყვიას გვესრო და წამლავდა გაზით და არ აკეთებდა. აგერ მეორე ხელისუფლება გამოდის ქუჩაში ხალხი ურტყავს გაზითაც წამლავს რამს ყველაფერს ეს ამა თუ უკეთებს ეგრე თორე ჩვენო რო გამოვიდეთ და ბიჭო ჩვენ არ ვიყავით რო გამოვდიოდით სააკაშვილის დროს ხო გამოვდიოდი მეთქი ხო ანუ ოცნება უნდა იყოს და შენ უნდა გამოვდიოდე ოღონდ ოცნება რო დაინახავს რომ ისინი კი არა თქვენ გამოდიხართ ანუ ის ადამიანები გამოდიხართ ვინც ხმას ვაძლევთ ხო ადგება და გაგიკეთებს რაღაცას მცდარი შეხედულებებია ეს ყველაფერი მცდარია აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ ეს ხელისუფლება თანდათანობით როგორ უნდა თუ არ დავიწყეთ და თუ არ დავანახეთ თუნდაც აი ამ არჩევნებს რომელსაც ის ატარებს თუ არ დავანახეთ მას და არ დავანახეთ იმათმაც ვისაც ეყრდნობა ვისაც ფიქრობს რომ რადგან ნაცებს არ აძლევს ხმას რადგან ლიბერალებს არ აძლევს ხმას იმათმა თუ არ დავანახეთ ძალიან ცუდად დამთავრდება და კიდევ უარეს დღეში აღმოჩნდებით. იმიტომ რომ ესენი თავს ვერ შეინარჩუნებენ, ამას ხედავთ, შიგნით არის პროცესები დაწყებული. ასე შეიცვალა გამსახურდიას ხელისუფლებაც შიდა არეულობამ გამოიწვია ეს. ასე შეიცვალა შევარდნაძის ხელისუფლებაც შიდა არეულობამ გამოიწვია ეს. ასე შეიცვალა სააკაშვილის ხელისუფლებაც შიდა მოშლამ გამოიწვია ეს და ბევრმა იცით ამის შესახებ რომ ესე იყო სინამდვილეში. და ასე მოხდება ეხლაც. ეს ჩვეულებრივი რამეა, იმიტომ რომ ტირანიას ეს მომენტები აქვს. ტირანიამდე არც ერთი არ იყო, ვისაც ახლა ვლაპარაკობ და ჩამოთვა, არც ერთი არ იყო მისული ტირანიამდე. არც ერთს არ ქონია ეს ისა. ტირანიის სრულფასოვანი ჩამოყალიბებული ტირანია არ ყოფილა, მაგრამ გარკვეულწილად იყო აი ეს მართვის ხელისუფლებაში მოსulis შემდგომ როგორ უნდა გადაენაწილებინათ ის ინტერესები, რომელი ინტერესები შეიძლება აღმოჩენილიყო დასაყრდნობი უკვე თუნდაც გარეძალების. და ეს ყოველთვის ესე ხდება. ყველა გადახედეთ ისტორიას და ნახავთ, რომ გარკვეულწილად ქვეყანაში არეულობას ხელს უწყობენ გარეძალები. ოღონდ ამისი ნიადაგი უნდა არსებობდეს. თუ ამის ნიადაგი არ არსებობს, მაშინ ამას ვერ აკეთებ. და ტირანიით იმას რა ქვია, ამას ვერ მოშლი. სამართლიანობით უნდა გააკეთო ეს. მარტო ტირანიით ამას ვერ გააკეთებ. იმისი რა ქვია, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ აი იმისი რა ქვია, ჩვენს დროსაც ფიქრობენ რომ თუნდაც დავით აღმაშენებელი, რომელმაც საბოლოო ჯამში მოახერხა ის რომ ცენტრალიზებული სახელმწიფო ჩამოაყალიბა. იმ პერიოდისათვის ეს ჩვეულებრივი რამეა. თუმცა შემდგომში ხდება ის რომ მე თანდათანობით მართლაც ესეა იყოფა დასავლეთში აი ევროპას როცა ვადარებთ. ჩვენი საზოგადოებრივი წყობით ისე რომ ევროპისგან კი არ გადმოგვიღია
ხო და თუნდაც რომ გადმოიღო რატომღაც გონიათ რომ ევროპისგან რო გადმოიღო ან ვინმესგან რო გადმოიღო ეს არის ცუდი აი დამწერლობის არ იყოს აი ჩვენი დამწერლობა გვაქვს და ჩვენ ესე და სომხები რო ბიძახიან რა ქვია იმან სომხებმა გვაჩუქეს დამწერლობა და რაღაც ანეკდოტების დონეზე რო ყვებიან ხო ამ იმას თვითონ სომხებიც ბიჭო გადმოღება კი არ არის პრობლემა ბერძნებმა ანუ ჩვენ ბერძენს როცა ვეძახით ბრძენს სიტყვა ბრძენიდან მოდის ბერძენი ვიცით რომ უჭკვიანეს ხალხი იყო ფინიკელებისგან აიღეს ერთო ამბანი მოეწონა თუ არა კარგი რამე აქვს ჭირდება გადმოიღო ჩაულებრივი რაღაცაა ეს იმას კი არ ნიშნავს რომ დაბალი დონის ახალ რახან ვიღაცის რაღაცა გადმოიღე არა შეხედე კარგია გადმოიღე დახვეწე კიდე უფრო უკეთესი გახადე ჩაულებრივი რამეა აბა რატომ უნდა ვიგონო ახალი ხო ასევე ჩვენის ეს იმას კი არ ნიშნავს მე იმიტომ რაღაცა უპირატესი კი არა ვართ რომ ჩვენებურად ჩამოვაყალიბეთ არა ეს ნიშნავს იმას რომ შენ საზოგადოებრივი წყობა რომელიც ქონდა შენი გავს ევროპისას იმიტომ რომ უნივერსალურად სწორად დაალაგე და პროგრესი რომ მეტი იყო იქ განვითარების მეტი საშუალება იყო აი ამას ნიშნავს ეს ზარია და რო არ ვაწყენიოთ ამ ადამიანებს რეკავდა ცოტა ხნის წინათ ადამიანი და ვერ უპასუხე და აბა გისმენთ პატრიცემულო ალო დაიტიშა და ალბათ კიდე გადმორეკავს მოკლედ მე ამას რატო ვამბობ იმ საგარეო გამოწვევებს რომლებიც ჩვენ გვაქვს და ურთულესი საგარეო გამოწვევები გვაქვს ჩვენ შინაგანად არ ხვდებით მობილიზებული. ჩვენ შინაგანად ერთმანეთთან დაპირისპირებული რამოდენიმე შეიძლება ითქვას რომ ათეული არა, მაგრამ ალბათ 10-მდე მინიმუმ ჯგუფი არსებობს, რომლებსაც თავთავისი ინტერესები აქვს. აქედან გამორჩეული კიდე რამოდენიმე ჯგუფია და შიგნით ჯგუფებშივეც ასევე იყოფა და ვერ პოულობთ აი სწორედ იმ თავარს რომ მართალი სიმართლეც ვილაპარაკოთ, სიკეთეც მოვიტანოთ და სარგებელიც მოვიტანოთ. აი ამ სამმა რაღაცამ უნდა დაგვსვას და რაღაცა ფორმატში კომპრომისებით უნდა წაგვიყვანოს. თუ ჩვენ ამას ვერ მოვახერხებთ, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. მე არ გეტყვი დავიღუპება, ამაზე უარესი ქონია კაცო ამ ქვეყანას. ამ ქვეყანას მდგომარეობა ქონია, აგერ ბაზე რა ქვია, ყივჩაღზე და ცოლის წართმევაზე, ლექსებიც კი გვაქვს დაწერილი და ისტორიული წყაროებიც პირდაპირაა, მეფე იძულებული იყო და ეწერა კაცო იმ პერიოდში, რომ სუტენიორობას, რასაც ქვია, ცოლი რომ არ გაექირავებინა სხვისთვის, ამ მდგომარეობაშიც ვიყავით კაცო. რა უნდა იყოს, სანამ მღვდელი არ გააუპატიურეს, მანამდე ხმა არ ამოგვიღია საერთოდ. ანუ ქალებს რო აუპატიურებდნენ მოსული იყო. მღვდელი რო გააუპატიურეს, მაშინ აფეთქდა, ხო, რაღაც წვეთი დაჭირდა იმას, რომ მე აღირავებული იყო ყველაფერი. უარესები გვაქვს გავლილი, ყველაფერსაც გადავითანთ, რაზეა ლაპარაკი. ამ ერში არის რაღაც ისეთი შინაგანი ენერგია, რომელიც ამას გადაგვატანებს. რატომ უნდა ვიყოთ ამ დღეში ეგ მითხარით რა? რატო ხომ შეიძლება რომ ნორმალურად მე მინდა რომ იმ 30 წლის წინ რო დავიწყე იმაზე ფიქრი რომ ჩემი ქვეყანა მართლა სუვერენული, დალაგებული, დავარცხნილი ქვეყანა მქონოდა, ხო, იმაზე უფრო უკეთესი ვიდრე საბჭოთა კავშირში იყო. დღეს მდგომარეობა მაგ ისეთი საბჭოთა კავშირში უკეთესი ბევრად არაფრით არ არის. დიდი ნაწილისთვის ხალხის, თორე 10,000 კაცისთვის რას ლაპარაკობს, 64-ში ცხოვრობენ. აი ხა ცოტა ხანში ვიზა ლიბერალიზაცია და სანქციების ამბები შეეხება, ცოტა მაშინ მოხდებათ რა, მაშინ ლოყაში ჩაპუტყუნებულები რო არიან, თორე აი 10,000 კაც აწყობელი აქვს ცხოვრება რას ლაპარაკობს. იმაში მიფრინავენ, რა ქვია, საკიდლებზე იტალიაში და საფრანგეთში. და მაშინ რა ქვია ზამთარში რომელ კურორტებზე დაისვენონ და ზაფხულში და ოჯახები როგორ დაასვენოს, მათთვის ეს ყველაფერი არის. ეს იმ ხალხის კისერზე, რომლებს ოჯახები შეიძლება მშივრები არიან. იმათმა მოიტანეს ეს. იმ ადამიანების კისერზე მოხდა და ესენი კარგად ცხოვრობენ, კაცო ღმერთმა კარგად აცხოვროს, მაგრამ ცოტა ხანდახან გაიხედ გამოიხედეთ რა. იმ ეროვნული მოძრაობამ, რომელმაც ეს ყველაფერი მოგიტანა, იმ ადამიანებს ერთი შეხედეთ რა. იმ დეპუტატებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის აქტს, დღეს ერთი ზოგიერთ შეიძლება ცოლშვილის და ის ცოცხლები ვინც არიან, შეიძლება ვერც კი იმაშვებიან, რა ქვია, ჩააცვან და დაახურონ წესიერად. ბევრს ვინა დარჩენილ ოჯახებს თვითონ ცოცხლები არ არიან. მდგომარეობა აქვს ისეთი, რომ საშუალოზე დაბალ იმაზე არიან კატეგორიაში, ხო? პენსიის და იმის იმედზე რო არიან ადამიანები. ერთხელ გაიხსენეთ რაღაცა, ცოტა აზრზე მოდით, რომ ეს ყველაფერი ვინ მოგიტანა, როგორ აგახ.
ის ნაომარი, ვინც ომობდა და ამ ქვეყნისთვის ომში სისხლი აქვს დაღვრილი, ერთიან იმათ ოჯახებს გახედეთ რა. კარგია, ბაო, რაზეა ლაპარაკი 160,000-იანი მანქანაკავს გვეთმოშვიდობაში მოგახმაროს, რაზეა ლაპარაკი. ფულები ახლა იმდენი დააგროვეთ, რომ უკვე ბანკებშიც ვეღარ მიგაქვთ, იმიტომ რომ გეშინიათ. და უკვე ისევ საბჭოთა კავშირის დროს რო იყო ჩაჩურთვა დაიწყეთ, ხო, სადღაც უკვე ამ ფულების და სამალავებს იმაშვებით და მე დაიწყება ისევ წართმევები დავწავა მე ეს რუსული რაზბორკები რაც უკვე დაწყებულია და ამ დონეზე მივდივარ და შევხედოთ რა ცოტა რა შევხედოთ იმიტომ რომ ასე არ გამოგვივა რა ეს ქვეყანა და უარესი მოხდება მე ამას იმიტომ ვამბობ რომ დაგამხობენ არ მოხდება სხვანაირად მე შურისძიებები წავა და არ მინდა ეს ყველაფერი ნამდვილად არ მინდა იმიტომ რომ კიდევ უარეს დღეში გადავარდებით ერთხელ ნანახი მაქვს ეს ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებები ნანახი მაქვს და არ მინდა და მოხდება ეგ იმიტომ რომ შიგნით მორღვეულზე ისინიც ახლა კიდე გეუნებით რა მინიმუმ ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე გვყავს რომელთა თავთავიანთი თამაშიდან გამომდინარე შეიძლება არც ერთს არ მოეწონენ და არც მეორე შეიძლება ორივე შეთანხმდეს კიდევაც რა ესაც მოსული ვარიანტია და ხშირად ხდება ხოლმე ესე და ამიტომ მოდი შიგნით დალაგება დაიწყეთ რაღაცის და დალაგებას ვერ იწყებს ის ვინც სუსტია დალაგება უნდა დაიწყოს ძლიერმა და ძლიერში ამ შემთხვევაში მე არ გულისხმობ ჭკუით ძლიერს არ მორალურად ძლიერს არა ძლიერს ეკონომიკით ძლიერს იმისი რა ქვია ფულადი რესურსით რაც გაქვთ ამითი ამ ძლიერებმა დაიწყეთ ფიქრი იმდენი ტვინი გეყოთ და იმდენი მორალი გეყოთ და იმდენი გონება გეყოთ რომ საჭიროა დალაგება ქვეყნის შიგნით აქედან გარბის ხალხი და შეიძლება ისე წავიდეს საქმე რომ ეს ხალხი უკანად შემოსასვლელი გახდეს და სიტუაცია ის შემოსულები რომლებიც მათთან აცულებენ ნუ ფიქრობ დღეს რო პრობლემას არ გიქმნიან სულ ასეთი რბილები და საყვარლები იქნებიან არ იქნებიან და ერთ დღეს ესეთ პრობლემებს დაგიყენებენ რომ მონაგონი იქნება შენი მოქალაქე რო პრობლემას აღენებდა და მე ნუ მოიწყო მოქალაქეებისგან მოდით მიშველეთ და გარედან მტერი გვებძვისო ნუ მოიწყობთ ამას იმიტომ რომ პირველ რიგში კიდე თქვენ იქნებით თქვენგან უნდა დაიწყოს მაშინ სულ ყველა ჯერ თქვენ უნდა მოგხედოთ რომ მე იმათ მივხედოთ ჯერ თქვენ უნდა აგოთ პასუხი ჩვენს წინაშე და მე აგებენ ისინიც პასუხს ასე ყოფილა ყოველთვის ასე ხდებოდა ყოველთვის და ისტორიას თუ გადახედავთ ბევრი არაფერი ისეთი Google-ში შედით და ნახეთ რაღაცეები და უცბად იპოვით და მიხვდებით რა როგორ მთავრდება ან როგორ იწყება, მე რა სტადიას გადის და როგორ მთავრდება. და ნუ ჩათვლით რომ ისინი სულელები იყვნენ, ეგ რო დაემართათ და თქვენ ჭკვიანები ხართ, თქვენ ეგ როგორ დაგემართებათ. ასე ეგონას უყველას. შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის დროსაც და ივანიშვილის დროსაც ასე იქნება. აბა კარგად იყავით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და დაფიქრდით, ძალიან გთხოვთ, დაფიქრდით, ძალიან მალე მოდის ის პერიოდი, როდესაც თითოეულ ჩვენგანს პასუხისგებლობის საკითხი დაგვიდგება, თითოეულ ჩვენგანს. კარგად გზანდებოდით.